აი სიტუაცია ომში შენაც ნახე კონკრეტულად ახლა რეზერვისტის სტატუსით რო იყავი წასული და აი მითხარი რა კონკრეტულად რა ნახე ეს საშინელება ვნახე აი რა აი ვნახე რაც აფხაზეთზე ქაოსი ვნახე რა ყველა უნდა დავდგეთ ახლა და დავემორჩილოთ მიხეილ სააკაშვილს შეერაგებული ძალების უმაღლეს მთავარს ამით მე ვამაყობ იმიტომ რომ თუ შნო ქონდა ომი არ უნდა დაწყებულიყო არ გვეყვე შნო ხო დაიწყო ომი და მე ჩავთვალე რომ მე ფორმა უნდა ჩამეცა მანამ ნაგავიარე და პირველი დამთრგუნველი გამანადგურებელი მოვიდა ეს თავრობა იაკობაშვილი მოვარდნენ როგორც იქციან ან რატო დარბიან ხოლმე ამი მე ნერვიულად ახლა კაი ომია მაგრამ ლადო გურგენიძე მოვიდა იაკობაშვილი მოვიდა ლომაია და გურგენიძეს ნო ელაპარაკე იცით მეთქი რას შეეჭიდეთ და ხო იცით რა რუსს რო ურახუნეთ დაგვარტყავენ მეთქი რა დატნარდიო კაცო საიტები წავიკითხე წამოსვლის წინო და არაპირებენ თავდასხმას აი მეთქი ვასოა გვენცადე ჩემი მეგობარი გავხედე ვასოს და იმასაც ჩავგრევანი ბიჭია მაგრამ გაგფერი წავიდა და ფორუმ-G და წავიდა თან მაგარი და რუსთავიორმა ჭიშკრიდან ჩართვა გააკეთა ნუ ხო უნდა მოიფიქრო ესეთი რაღაცა რომ რეზერვისტები იკრიბებიან ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აქ იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები მოსული ეხლა ყვითელი ავტობუსებით რეზერვისტები დაადგილდებიან გორისკენ და ბრახ 10 წუთში დასწრეს სასადილოს ერთი ვიცი დანამდვილებით რომ ტელევიზიით გადმოსცეს რუსთავიორმა გადმოსცა აი აქადან დაარტყით რა ყოფილა მთელი მუღამი ჩვენი იქ წაყვანის რეზერვისტების რომ მეორე დღეს ჩამოიტანეს 9-ში კი არა და 8-შივე ტრიბუნა რო დაატარეს ხოლმე წითელი ხალიჩები და თქვენ ხარ ჩემი ბატონი ორი სატვირთო დროშები და რეზერვისტები ისთვის ყოფილვართ რომ ტრასაზე უნდა დამდგარიყავით დროშებით რომ სააკაშვილს ესე იმას ბრეჟნევი რო იყო მანქანა ხელამოწეული უნდა შესულიყო ცხინვალში რატომ მოაბრუნეს მე-4 ბრიგადა და იმას ქნეს რა ქვია შემოუწე ჯავაზე წასული ბრიგადა მოატრიალებინა უგულავამ და იმან გოკა გაბაშვილმა და იქ ჩაიხოცა 52 ბატალიონი ყველაზე დიდი სხერპისაცა და პასუხისგებლობას არ იღებენ უგულავ არ როგორ ძინავთ ამ ხალხს რა და ჩვენ ასე ტრასაზე უნდა დამდგარიყავით ცხინვალის ცენტრიდან იქნებოდა ტრიბუნით ჩართვა სააკაშვილის რომ აი ცხინვალს ვაკონტროლებთ 9 წყაროდან მაქვს ეს ყურაშვილი რო იყო კიდე იმ ხელაკაცი იმედი მქონდა რაღაცა სიზამს ყავს რო 10 წუთით ადრე დაურეკეს და დაავალეს ეგრე გენერალი რო ამას ვერ იტყვის რა ღირსების განცდა ქონდა მაზმიაშვილს კვინი ესენი ვინ არის ჩანჩურები ესენი გოგავა გამოდის კიდე და ერთი ნამცაცი პასო დაზვერო არ გვიგვაგულო კავშირგაბმოლა იძახის ჩვენ ომი რუსთავაზე გვაქვს მოსაგებიო გოგავასთვის ომი იყო რუსთავაზე 7 ნოემბერში. ეგ იყო. მაგას მაგომის მოგება შეუძლია საკუთარ უიარაღო ხალხთან მარტო. გული უნდა მოიფხანო რაც აი მანადგურებს, იმიტომ რომ მინდოდა ბაქრაძე მიმეყვანა სტუდიაში, ეთერში სადმე ან მაესტროში, ვერაფრით, რა თქმა უნდა, ხა სადმე ვარ. დავით ბაქრაძე რო გამოდის და იძახის რომ ფიცალი აიღეთ და ისა რა ქვია, კეტი ჩაარტყით და ის ტანკით კაცი შემოდის 200 ტანკით ეთერში აჩვენებ, ფიცალი აიღეთ და ის და მე წადი ჩაიცვი ფორმა და შენც ფიცალი დაიჭირე და თოფი და თუ არ გამოყვება კიდე ნახავ იმას მაგრამ ამის მერე იმალები კაბინეტში მე როცა გეუბნებიან იმის მაგივრად რომ თქვა რომ ბოდიში კონსტიტუციით მეორე კაცი ამ ქვეყანაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მე რასაც ინტერვიუ წავიღე გაზეთში კაცო ეხლა რა ხდებოდაო მანდო კიო ეგო თქვიო მაგრამ აი თბილისში რო შემოსულიყვნენო მე ფორმას ჩავიცმევდი და ავტომატს ავიღებდიო მაგიჟებს ეს ხალხი რა სენაკში ზუგდიდში მადაგასკარია თუ რა არის აი ხო შეგიძლია ამიტომ გეუბნებით რომ ვინც პოლიტიკოსებს რომელსაც განსაკუთრებული პასუხისგებლობა გაქვთ ხო უნდა შეეძლოს აღიარება შეცდომა ეს უკვე შეცდომა არა ხალხი გაუშვათ თვითმკვლელობაზე